მოგესალმებით ბატონო, დავიწყოთ სეზონური ვირუსებით. რა ვირუსები ცირკულირებს და როგორია დღეს არსებული მაჩვენებელი? პირველ რიგში ის რაც ეხება ვირუსების ცირკულაციას და რამდენად გრიპის ვირუსი არის ახლა ქვეყანაში ძირითადი. სტატისტიკა რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 52 კვირა, ეს არის კალენდარული წლის ბოლო კვირა, ის ბოლო კვირის მონაცემები, რაც არის ყველაზე ახალი, მიუთითებს, რომ ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია და შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა გრიპით გამოწვეული ინფიცირება. თუ კონკრეტულად ამ ვირუსის ტიპებს შევეხებით, აქაც გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა და თუ ჯამურ ციფრს გადავხედავთ, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი. აი ამ 70%-ში წამყვანი და დომინანტური რჩება H3N2 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H1N1 ტიპის ვირუსის რაოდენობა. ჰონკონგის ვირუსი რჩება წამყვანი, ისე როგორც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და შედარებით მცირეა H1N1, ანუ ჩვენთვის ხურის გრიპის სახელით ცნობილი ვირუსის იდენტიფიცირების მაჩვენებელი. მეორე ყველაზე ალბათ მთავარი კითხვა არის თუ არა 52 კვირის მონაცემები ყველაზე მეტი, ყველაზე მაღალი. თუ გადავხედავთ ისევ და ისევ სტატისტიკურ მონაცემებს 100,000 მოსახლეობაზე ინფიცირებულთა რაოდენობას, აქ ვნახავთ, რომ ეს ციფრი ჯერჯერობით პიკს არ წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში ამბულატორიული მიმართვიანობის თვალსაზრისით 51 კვირას მონაცემები ცოტათი უფრო განსხვავებული იყო და უფრო მეტი. სტაციონარული მონაცემები, ანუ იმ პაციენტების რაოდენობა, სადაც დადასტურდა გრიპი და რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ კლინიკებში, აქ ჯერჯერობით ოდნავ მომატებულია 52 კვირას მაჩვენებელი. ანუ დღეისათვის თქმა იმისი, რომ ქვეყანაში პიკი იყო გრიპის ჯერჯერობით ადრეა, ამისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იანვრის მეორე და მესამე კვირის მონაცემები. თუ შევადარებთ კიდევ ერთ მაჩვენებელს, შარშანდელ პერიოდს, არის თუ არა წელს ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მეტი ვიდრე შარშან, ჯერჯერობით არა, შარშან თებერვლის თვეში ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ცოტათი უფრო მაღალი ვიდრე ეხლა არის. ასე რომ თუ შევაჯამებთ, ჯერჯერობით ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად ეს არის H3N2 ტიპის ვირუსი და მიმართვიანობის თვალსაზრისით, როგორც ამბულატორული ისე სტაციონარულ დაწესებულებებში, ყველაზე მაღალი ციფრისათვის, პიკისათვის ჯერჯერობით ამ მონაცემებს არ მიუღწევია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მაინც მაჩვენებელი შედარებით ნაკლები. განსაკუთრებული კლინიკური მიმდინარეობით ეს არის ის, რაც ახასიათებს სტანდარტულად გრიპს. შესაბამისად, კიდევ ერთი ნიუანსი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, ქვეყანაში ახლა 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, უპირატესად ეს არის გრიპზე თუ ვისაუბრეთ, ეს არის H3N2, ეს არის H1N1 და ეს არის B ტიპის გრიპის ვირუსი. სამივე ეს ვირუსი შედიოდა იმ ვაქცინის შემადგენლობაში, რომელიც ქვეყანაში 200,000-მდე ადამიანმა გაიკეთა. 4 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც საქართველოში იყო წელს გამოყენებული, აი ამ ვაქცინაში სამივე აი ამ გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების შესაძლებლობა და პროდუქციის შესაძლებლობა ქონდა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ვაქცინა გაიკეთა. რა თქმა უნდა, ერთი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ H3N2 ტიპის ვირუსი, რომელიც ახლა მსოფლიოში ცირკულირებს, ცოტათი განსხვავებულია მისი ორიგინალი ფორმისაგან, იმ მუტაციის გამო, რომელიც მან განიცადა ივნისის თვეში და ამიტომ გახდა უფრო გადამდები და ამიტომ გავრცელდა უფრო მეტად გრიპის ვირუსი, თუმცა ვაქცინა მასზეც მოქმედებს. ასე რომ ამ კუთხით ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, შეიძლება ჩათვალოს, რომ შემადგენლობა ვაქცინის იყო სრულ თანხვედრაში იმ ვირუსების ცირკულაციას და რომელიც ახლა საქართველოში. კითხავთ აი ჰონკონგის ვირუსის, რომელიც დღეს არის წამყვანი, ძირითადი სიმპტომები, გამოვლინება როგორია? იგივე უნდა გავიმეორო მასში. ეს არის კლასიკური გრიპის ნიშნები, ეს არის მაღალი ტემპერატურა,
რომელიც გრძელდება განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან პირველი 2 დღის განმავლობაში. პირველი 2-3 დღე არის ტემპერატურის მაქსიმალური პერიოდი. ტემპერატურა ძნელად ემორჩილება დამწევს და ხშირად საჭირო ხდება ყოველ 4-6 საათში დამატებით სიცხის დამწევის გამოყენება. ამას ახლავს ძლიერი ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, რა თქმა უნდა, ხველა, რომელიც გრიპისათვის დამახასიათებელია. არ ახასიათებს გრიპის ვირუსს ცემინება და ცხვირისგან გამონადენის არსებობა, ეს უფრო სხვა ტიპის ვირუსებისათვის არის ტიპიური. ბავშვებში ძილის დარღვევა, მადის მკვეთრი დაქვეითება, შესაძლებელია ნაზდავთა მოქმედების გახშირებაც ახლდესთან, ამიტომ მიმდინარეობა საკმაოდ მძიმეა და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით რისკის ჯგუფებისთვის გართულებების მაღალი ალბათობით. რისკის ჯგუფები ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ორსულები. აი მათთვის გრიპის ვირუსით მიმდინარეობა ყოველთვის გართულების მაღალ რისკთან არის ასოცირებული. გართულებებიდან პირველ რიგში ეს არის გართულება სასუნთქის სისტემის მხრივ და ეს ეხება ფილტვების ანთებას. იაშუის კლინიკაში ახლა პაციენტების 40%, სადაც გრიპი ან დადასტურებული ან კლასიკური მიმდინარეობა აქვს კლინიკური, სწორედ ფილტვების ანთებით წევს. ასევე ახასიათებს გართულება გულის მხრიდან, ახასიათებს გართულება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, შეიძლება განვითარდეს სინუსიტი და ასე შემდეგ, ასე რომ გართულებების განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია რისკის ჯგუფებში. ამიტომ ის რჩევა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ყველაზე მთავარი, რისკის ჯგუფებისთვის გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია. ვინაიდან აქ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა. ანტივირუსული საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია გრიპის ყველა ფორმის შემთხვევაში, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, ყველაზე მაღალი ეფექტურობით ხასიათდება პირველი 48 საათის განმავლობაში. ამიტომ აქ ლოდინი 3 დღე დაველოდო ტემპერატურა როგორ იქნება და მერე ექიმს შევეხმიანო, იქნება ნამდვილად არასწორი. რისკის ჯგუფებმა პირველივე დღეს სასურველია ექიმს მიმართონ, ექიმმა გადაწყვიტოს მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით ჭირდება თუ არა ანტივირუსული პრეპარატის დანიშვნა. ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დანიშნული მშობლის ან მოზრდილი ადამიანის პაციენტის მიერ. ამ პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ექიმი იღებს, ვინაიდან მას თავისი გვერდით მოვლენები გააჩნია, ისე როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევის საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს, ასე რომ აქ ექიმის დროული ჩართვა დიაგნოსტიკისა და მართვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და რისკის ჯგუფებმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ვაქცინა შემოსული და დავასრულეთ, რამდენი ადამიანი არის აცრილი, თუ არსებობს ამისი სტატისტიკა? რა სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, იმიტომ რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ მაინც მიმართავენ ვაქცინაციის ცენტრს ჩვენი მოქალაქეები, ამიტომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. ზოგადად ინფორმაცია კონკრეტულ ციფრებს არ გეკითხებით, არის ინტერესი ვაქცინის მიმართ თუ ეხლა დიახ. ვერ გეტყვით, არის თუ არა ინტერესი ეხლა იანვრის თვეში ვაქცინის მიმართ, დეკემბერში ეს კითხვა მეტნაკლებად ხშირად ისმოდა, ხომ არ არის გვიან ახლა ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან დეკემბერში ოსვაში დეკემბრის დასაწყისში მაინც ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა არ იყო, მაგრამ ეხლა როდესაც გრიპის ვირუსი არის პრაქტიკულად როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მიმართვიანობის წამყვანი ვირუსი, ერთადერთი პირობა ვაქცინაციის გაკეთების არის, თუ თქვენ ვაქცინაციას გაიკეთებთ, 2 კვირის განმავლობაში უნდა მოახერხოთ იზოლირება, უნდა შეზღუდოთ კონტაქტები გარე პირებთან, უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ ნიღბით, უნდა დაიცვა დისტანცირება, იმიტომ რომ 2 კვირა ჭირდება ვაქცინას გაკეთებიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე. თუ ამ 2 კვირის განმავლობაში თქვენ მოახერხებთ, რომ იქნებით იზოლირებული და იქნებით ამ თვალსაზრისით დაცულები, კი მაშინ ვაქცინის გაკეთება საზრე აქვს. ხომ არ გახანძრივდება? არა, ჯერ კითხვაც არ გამიგია, ვერ პასუხობ. ეს სეზონის გრიპის გრიპის სეზონის გახანძრება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და მისი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში
ის სტატისტიკა, რასაც მრავალწლიანი სტატისტიკა, რასაც ვადებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე ეს არის გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. თუმცა ჩვენ შარშან და შარშანწინ გრიპის შემთხვევები ფიქსირდებოდა აპრილის თვეშიც, მაისის თვეშიც, ივნისის თვეშიც, რაც გარკვეულწილად კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, ასე რომ თქმა იმისი გახანგრძლივდება თუ არა რთულია, ერთი რისი თქმა დარწმუნებით შეიძლება წელს საქართველოში გრიპის პიკი ალბათ იქნება უფრო ადრე, ვიდრე იყო შარშან. ვინაიდან შემთხვევების მატებაც უფრო ადრე დაიწყო, გრიპის ძირითადი წამყვანი ვირუსი გაცილებით უფრო ადრე გახდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან, განსხვავება სადღაც ერთი თვიანი პერიოდია, 4-5 კვირა. ასე რომ სავარაუდოდ პიკს ველოდებით არა თებერვლის თვეში, როგორც იყო შარშან, თებერვლის მეორე კვირას, არამედ უფრო ადრე, ალბათ ეს იქნება იანვრის პერიოდი. ევროპაში ესეც მინდა ევროპის მონაცემები ჯანმრთელობის თუ გადავხედავთ იმ სტატისტიკას, რასაც გვაძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანმოს ევროპის რეგიონში გრიპის შემთხვევების პიკი იყო ჯერჯერობით ესეა დეკემბრის მეორე კვირას და მას შემდეგ შემთხვევები კლებულობს. ანალოგიურია ერთი თვით ადრე, ვიდრე იყო შარშან, ასე რომ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოშიც შემთხვევების პიკი იქნება უფრო ადრე, ვიდრე იყო შარშან. მოყვება თუ არა მას სეზონის გახანგრძლივება რთული სათქმელია, მაგრამ აი მარტის ჩათვლით და შესაძლებელი აპრილის თვეშიც გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ნამდვილად დაფიქსირდება. ნაკლები, მაგრამ მაინც. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენს კლინიკაში 40% ბავშვების ფილტვის ანთებით ისადან გრიპის დიაგნოზია დასმული. აი გართულებული შემთხვევები თუ გვაქვს წელს. ეს უკვე გართულება. ფილტვის ანთების არსებობა, ეს არის გართულება. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი გართულებით არ მომართავს, პაციენტების ნაწილი მომართავს აი მაღალი ცხელების გამო, რომელიც არ დაემორჩილა მკურნალობას და ასე შემდეგ, მაგრამ მათ შორის ფილტვის ანთება არის უკვე გართულება და გართულების შემთხვევაში პაციენტების ჰოსპიტალიზაცია არის აუცილებელი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გრიპის ყველა შემთხვევა საავადმყოფოში უნდა იმართოს, მაგრამ ვამბობთ, რომ გრიპის გართულების ყველა შემთხვევა უნდა იყოს საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ყველაზე ხშირი, რა თქმა უნდა, ფილტვების ანთება. ასე რომ ნამდვილად ესეა, ფილტვების ანთება არის წელს ისე როგორც წინა წლებში ერთ-ერთი ძირითადი გართულება, რაც ამ ბავშვებთან ფიქსირდება.